მე მემკვიდრე მეფისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. თავიდან დამიმალა მეფე გიორგიმ. თურმე აპირებდა მისივე მემკვიდრედ გამოცხადებასა. გავიგე. გამიმხილა მამი და რუსუდანმა. თავიდან ჩემივე მამიდის სურვილი მეგონა. მერე მიხმო მეფე გიორგიმ თავისივე სასახლესა. თურმე უნდოდა ემცნო, თამარს ვაცხადებ ჩემივე მოსაყდრედაო. მინდა თამარი დასვათ მეფის მარცხნივ ვითა მემკვიდრე მეფისაო. თურმე ეზრუნა მეფესა. მოეწვია გარემოცვა, კათალიკოსი და ვაზირნი. მივედი მეფის სასახლესა, იწყებოდა კურთხევა მოსაყდრისა. მელოდა ამალა მეფისა. მეგონა მეფე გიორგი მეწვია. მოჰყვა მისივე ამალა თქო. ვერ დავინახე, გაკვირვებულმა ვიკითხე, მეფე არ მოსულა. ამალა ვისთან მოვიდა თქო. მერე მოვიდა მეფე, თავისი დიდი ამალითა. თურმე ჩემი ამალის ხალხი ყოფილა. მითხრა მეფემა, დღეიდან გეყოლება შენივე ამალა. მუდამ უკან ყავდესო. სად მივიდოდი, ამალა მიმაცილებდა. თუ მეფე მიწვევდა, ამალით უნდა ხლებოდი. მითხრა მეფე გიორგიმ, ამალის წევრები თვითონ გამოგირჩიე. მანამ ვარ ნუ იდარდებო. თუ მერე არ მოგინდება, ნუ მოერიდები, თვითონვე გამოარჩიეო. თუ ამალა უკან მოყვება, ვიცი მოვიდა თამარი, მოსაყდრე მეფე გიორგისა. თუ ამალა შენზე ადრე მოვიდა, მეწოდინება თამარი უნდა მეწვიოსო. მითხრა მეფემ, რომ ამიერიდან მე ვარ მთავარი, დედოფალი. ასე უნდა მომართავდეს ყველა. არავის ექნება უფლება თქვასო, მოვიდა თამარი. უნდა თქვან, მობრძანდა თამარ დედოფალი. თუ მეფე გიორგი გიხმობს სასახლესა, ამალა უკან უნდა მიყვესო. რომ მიბრძანდები მეფის სასახლესა, ამალის წევრთაგან თვითონვე გამოარჩევ რამოდენიმესა, ასე ეწვევი მეფესაო. თუ მეფე არინებებს ვერავინ მივა ახლოს მასთანო. მეფემდე უმოკლესი მანძილი არანაკლებ 10 იარდისა. მეფეს ვერავინ შეაქცევს ზურგსა, უკან ნაბიჯით თავდახრილი უნდა მოშორდეს მეფესა. არავის აქვს უფლება მეფის წინ წავიდესო. ამალა 10 იარდით უკან უნდა მიჰყვებოდეს მეფესა. მეფის სიტყავითა კანონი უნდა აღსრულდესო. თუ მეფე მარინება, ვერავინ მივა მასთან უმოკლეს 10 იარდისა. მეფის წინაშე ყველა ფეხზე უნდა იდგესო. ვიდრე მეფე ინებებს, ვერავინ დაჯდებაო. მეფე პირველი წამოდგებაო. არავის ექნება უფლება ცხენის მირთმევისა. თუ მეფე ისურვებს, მსახურის ხელით მიართმევენ წვეგნსა. მეფე შეირთავს ქმარსა. იცოდე მეფის ქმარი მისივე მსახურიაო. მეფის ბრძანება უნდა შესრულდესო. თუ არ შესრულდა ურჩობას ნიშნავსო. სასჯელი უმკაცრესია ურჩისაო. მეფე არავის აპატიებს ღალატსაო. სახელოვან მეფეს თავისივე ერთგულთა დაცვა მოეთხოვებაო. ერთგულთა მისი იმედი აქვთო. იმედის დაკარგვას ურჩობა გერჩივნოსო. მეფე უნდა იცავდეს მეფის სახელსა. თუ სძლია სხვა მეფესა მისი სახელის დაცვა ევალება. პაპისგან სცოდნია მამასაო.